წყალი იყო მხოლოდ ისიც ზაფხულობით წყდებოდა. ზამთარშიც ისე იყო. ნაკლებად ეხა ჩვენ ბასეინები გვაქვს ჩადგმული და დაგროვილი წყლით სარგებლობთ. დიდი ბასეინი ჩადგეს, გამანაწილებლები დააყენეს. ეხლა არის წყალი საკმარისად. ბოსტანში, ყანაშიც ყოფნის წყალთ. მოსავალიც გაუმჯობეს და რაც იწყება მას შემდეგ. ეს წყალი მოდის სოფლის მეორე მხარიდან 4 კილომეტრი და 800-ია ცენტრალური მილის ქსელი. კენის მილით მოვიყვანეთ. სულ არის 64 გამანაწილებელი. ანუ აქვს სკოლა, სასაფლაოზე მივიყვანეთ წყალი, მეჩეთზე მივიყვანეთ, ყველგან მივიყვანეთ. ერთის თუ წერტილი არ დარჩენილა უწყლოდ. არის მაგალითად ახლა 3 უბანი წვეთი წყალი საერთოდ არ გქონდათ. ეხლა დღეის მდგომარეობით 80 კომლი ხმარობს ახლა ამ წყალს. მილების შეძენაზე ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტს. შემდეგ მუნიციპალიტეტმა თხოვა აჭარისწყალ ჯორჯიას. იქ ჩვენც ვიყავით ჩართულები, ერთ-ერთი მეც ვიყავი მაგ საქმეში ჩართული. ნუ არია რო თქვა, შეხვედრისთანავე გითხრეს რომ მოგვაწოდეთ რაოდენობები, როგორც მილის რაზომები გინდათ, ისე მოსახლეობაში რამდენი კილომეტრი გინდათ. ერთი სიტყვით გულთან მიიტანეს ყველაფერი, მეტიც მოგვიტანეს, რასაც ვითხოვდით. როგორც მოსახლეობაში მისაყვანი, ისე ცენტრალურის. თუ კიდე რამე იქნება ახალი პროექტები და დამატებითად კიდე რამეს გაგვიკეთებ და იმედია რომ ამას კიდე გაითვალისწინებთ, მადლობელი დაგირჩებით ყველას. სოფელ წაბლანაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს აჭარისწყალ ჯორჯიას ჩართულობით დაგეგმილი იყო სასმელი წყლის მოყვანა, სადაც შპს აჭარისწყალ ჯორჯიამ მოსახლეობას სასმელი წყლისთვის გადმოგცა 400 მეტრის 99 დიამეტრის მილიმეტრიანი ლითონის მილები, ასევე თანამონაწილეობით გადმოცემული იქნა 32 კილომეტრის სიგრძის სასმელი წყლის მილები, რომელიც მოსახლეობისთვის იყო აუცილებელი და რის შედეგადაც სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა იქნა მოგვარებული.